ყველაფერს ნათელს პენს, ეჭვმიტანილ მეუღლეებზე თვალთვალი და ფარდაახტილი ოჯახური საიდუმლო. ყველაზე სკანდალური პროექტის გალატის ახალ სეზონს ტელეკომპანია პირველის ეთერში ყოველდღე. ჩვენ დავბრუნდით ეთერშია დღის ამბები 4-ზე. ჩვენი სტუმარია თბილისის ყოფილი მერი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე და დღეს რა სტატუსი გაქვთ? ახალი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი? სტატუსს მე მგონი ახლა მე ახლებს გიწოდებთ. თქვენ როგორ უწოდებთ თქვენ ჯგუფს? ჯერ სახელი არ გაქვთ ოფიციალურად. სახელი და ყრილობა და პარტიული სტრუქტურა გამოიკვეთება ძალიან მალე ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამიტომ ამ დეტალებში არ შევა, არ მგონი ხა საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საკითხი წარმოადგენდეს ათში და პარტიული დეტალები. მთავარი არის საკითხი ის, რომ ჩემი აზრით ქართულ პოლიტიკაში დღეს ხდება ამ არჩევნები, რომლებიც უდაოდ ძალიან მძიმე მოვლენებით იყო თანხმედრილი და საკმაოდ ძალიან ბევრი დარღვევით და გაყალბებით ხასიათდებოდა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მაინც მოიტანა და კერძოდ ის, რომ თვითონ მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოსი აბსოლუტურად არის ამცდარი და მე ამას ახლა გვერდიდან მაინც უყურებდი და მქონდა ამის შესაძლებლობა. ხა შეიძლება ვინც პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული, ამას ვერ გძნობდეს, მაგრამ აბსოლუტურად არის მთლიანად ამცდარი რეალურ საზოგადოებრივ მოთხოვნებს. და აი ეს დისონანსი ქმნის, აი სწორედ ამ დისონანსმა წარმოქმნა სწორედ აი ეს დიდი შეგვიძლია დაარქვა ცუნამი, რომელმაც დაარტყა და მთლიანად გაანადგურა ერთ დღეში ყველა ოპოზიციური პარტია. ჩვენ ვაკვირდებით და დაგვიანებით, მაგრამ თქვენ იმ პარტიამდე წმოვიდა რომელშიც ერთადერთ პარტიაში რომელშიც ვიყავიო. მეც მანდ მივდივარ. ანუ ის პატარა პარტიები, იქნება რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია თუ ნებისმიერ სხვა ერთი ხელისმოსმით დაანგრევდა ეს პატარა პარტიები იყო. შემდეგ მოადგა ნაციონალური მოძრაობის ზღუდეს და ვინაიდან ეს დიდი ორგანიზმი იყო, შესაბამისად ეს პროცესი, რომელიც ახლა ბევრი სხვა ვთქვათ სიღრმეებში შეგვიძლია მე ჩავიდეთ, უბრალოდ ეს პრობლემები ბუნებრივი კატაკლიზმაა თუ ცოტა ხელოვნური და წახალისებული და ხელით მართული პროცესი? ეს ბუნებრივია. და როგორც კი აქედან ეს ცუნამი წავა და უკვე წავიდა, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო თანაცხოვრება და პარტია გაიყორა, ეს მთელი ზვირთი და ყველაზე საინტერესო და ყველაზე მტკივნეული სხვათა შორის მისი ბოლო იქნება, ეს იქნება ეს დაარტყავს ოცნებას, რაც არის პოლიტიკური ლოგიკა და ცხოვრება მიდის მაქეთ. იქაც ხედავთ თქვენ ესეთ სხვადასხვაობას, ძველებს და ახლებს, ასე ძველებს და ახლებს არა, ნაციონალური მოძრაობა განსხვავებით ქართული ოცნებისა იყო წყობრი პარტია, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული ხედვა, ღირებულებები და ზუსტად როდესაც აი ამ ნაწილში არა ტაქტიკურ ნაწილში, არამედ ღირებულებით ნაწილში მოხდა გაყრა და შეუთავსებლობა სწორედ საბოლოო ჯამში მოხდა ისაც მოხდა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება საერთოდ ღირებულებით გამხსენდებით?
ქართული ოცნება დღემდე არ არის ჩამოყალიბებული როგორც პარტია, ის არ არის, ის არის ერთი კაცის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომელსაც აბსოლუტურად საკუთარი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური უფლებებია, ინდივიდუალური პარტია მიცის ეს და თქვენს გამოგვივლია. ეს პრობლემა არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბირთვი. სწორედ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პრობლემა არის, სწორედ ბირთვი არის ესეთი. აი, რომ ვაკვირდებოდი ქართული ოცნებას, მახსენდა აი შევარდნაძის დროს, როდესაც აი ვიტალი ხაზარაძე იყო მთავარი, ესე ვთქვათ, წამყვანი ძალა იმაში პარლამენტში, მაშინ ბევრად უფრო მოტივირებული და პოლიტიკოსები იყვნენ, მათ შორის აი ყველაზე ცუდ პერიოდში მოქალაქეთა კავშირის, ვიდრე დღეს არის ქართული ოცნების. ქართული ოცნების დღეს რომ დავამთავრო ეს ნაწილი, ქართული ოცნების პრობლემა, უпростоრედ საქართველოს პრობლემა ქართული ოცნების ხელში არის ზუსტად ეს. შეკრებილი არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელსაც არავითარი პოლიტიკური სენსი არ აქვს, არავითარი პოლიტიკური მგრძნობელობა არ აქვს. აი, შეიძლება უცნაური რამე გითხრათ, ეკა ბესელია, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელია, როგორც ბევრად მე ეკა ბესელიები რო იყოს, ბევრი ის უკეთესია, იმიტომ რომ მას პოლიტიკური სენსი, პოლიტიკური მგრძნობელობა აი ამ ხალხს არ აქვს. ამბობენ ივანიშვილს აქვს ეს პოლიტიკური სენსი. მე ძალიან ვეჭობ ივანიშვილს პოლიტიკური სენსი ქონდეს რაიმენაერი, იმიტომ რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს უყურებს და მართავს როგორც ბიზნესი და აი მანდ იქნება სწორედ დიდი ხვრელი, იმიტომ რომ პოლიტიკური გუნდისთვის წარმატების მონტანი იყო ამ დრომდე. რაღაც თვალსაზრისით, რაღაც დრომდე ეს შეიძლება იყოს ეს მონტანი, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის მავნებლური, ქვეყნისთვის არის დამანგრეველი, როდესაც ერთადერთი რაღაცაც მთავრობასთან და მასთან აფილირებული საქმიანობა არის ხეების გლეჯვა, შეუძლებელია რომ ამ ქვეყანაში პროგრესი იყოს. ცოტა კომპლექსი ხომ არ გაგიჩნდათ, ამბობდნენ რომ სააკაშვილზე უფრო მეც ლაპარაკობს ვიდრე ივანიშვილზე და ეხლა რაღაც ტაქტიკა ხომ არ შეცვალეთ. მე გეტყვით რომ თუ კომპლექსებით ვილაპარაკებთ ეს ვინ თქვა სააკაშვილმა თქვა? არა, მაგალითად მელიამ თქვა რომ ის ივანიშვილმა დააკავა, ივანიშვილმა გამოუშვა და სააკაშვილს ახსენებსო. სააკაშვილს ვახსენებ, როდესაც პარტიის შიდა საკითხებზე ვლაპარაკობდით, ვახსენებ სააკაშვილს და პრობლემა ამ ქვეყნის არის ივანიშვილი. სააკაშვილი სამწუხაროდ არის თავის პრობლემა. და ჩემთვის როგორც ადამიანისთვის ახლა მის გვერდზე ერთად ვიყავით ჩვენ 15 თუ 20 წელს განმავლობაში, ჩემთვის ადამიანურად ის ტკივილია, მაგრამ ის არის დღეს თავის პრობლემა. მაგრამ ქვეყნის პრობლემა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი და ეს ორიენტირები არ უნდა აურიოთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ დღეს შეიძლება ვისაუბროთ ბევრი პარტიის, ნაციონალურ მოძრაობის გაყოფაზე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ლეგიტიმურია და მე ვგრძნობ რომ ხა სანამ ეს თემა, ესე ვთქვათ, ვიღაცას აინტერესებს, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ჯერ ეს თემა, სანამ ივანიშვილს ვივადგებით. ჩვენ იმაზე შევთანხმდით, რომ ეს თემა არ არის ის თემა, რომელიც საზოგადოების ფართო ფენას საზოგადოების თემა და ტკივილი სხვა არის თქო რა და არა შიდა პარტიული დაპირისპირება. აი ამ სტატუს კვოს ეხა ფრაქციებზე მიდის მთელი ამბავი. მოდი ესე შევხედოთ. კანონზომიერი რად გეჩვენებათ თუ არა რომ 27%-იან პარტიას 6 დეპუტატი ყავს, 7 დეპუტატი ყავს პარლამენტში და სულ ახლა ხანს შექმნილ უსახელო პარტიას 20 დეპუტატი. ეს კანონზომიერია თუ არა? საკითხი მე მგონი არასწორად დგას. საკითხი დგას ისე, ვინ სად რა გადაწყვეტილება მიიღო. მას სხვანაირად დავაყენებ საკითხს. ესე თქვათ, ფართო საზოგადოებისთვის დაპირისპირება გამოვიდა მაშინ, როდესაც სააკაშვილმა მოითხოვა, რომ პარლამენტში არ შევიდეს დეპუტაცია. ხო? ხა ამ საბოლოო ჯამში ამ აზრმა გაიმარჯვა იქ, სადაც დღეს ეს ხალხი დარჩა. მაშინ ჩემთვის სულად გაუგებარია, საერთოდ რატო ქნიან ფრაქცია, შეუძლია ხუთ დაიხურონ და წავიდნენ პარლამენტიდან, ხო? ამიტომ ეს საერთოდ არ არის. ისევე როგორც საკუთარ რაღაცა თვითგვემა და თვითდამცირება, რომ აი მიშას გარეშე ნოლები ხართ. არავის ეს არსად არ გაუზომია. მიშა სააკაშვილი არის ძლიერი პოლიტიკოსი, იყო უფრო ძლიერი და მიმზიდველი პოლიტიკოსი, ჩემის გადმოსახედიდან, განსაკუთრებით აი ამ 4 წელიწადში, როდესაც მან ხელისუფლება დატოვა. ძალიან ბევრი ჭიდილი ქონდა, მე შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა გასაგებია, იმიტომ რომ იქ ვიყავი, სადაც ვიყავი. მაგრამ ყველანაირად ვცდილობდით მეც და ყველა ჩემი
თანაპარტიელი, რომ ჩვენ შეგვიქმნა ახალი ურთიერთობის ფორმები. და ახლა ეს არის მთავარი, რატომ მოხდა ის ყველა კითხულობს, რა არის, რა ვერ გაიყარით. ჩემს აზრს გეტყვით, მე მეჩვენება, რომ ღიად დეკლარირებული მიზეზები გაყრის, არის ლირიკა, რაყრილობის წესი, რაყრილობის დაახლოებით, ეგ არის რეალური პრობლემა რაში იყო? ჩვენ ნახეთ ფარული ჩანაწერები მოვისმინეთ. გიგი, მე არასოდეს ეთერში არ ვაპელირებ და კითხვებს არ ვსვამ რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ჩანაწერებზე, მაგრამ აი მოვისმინეთ გიგა ბუკერიასა და სააკაშვილს შორის სატელეფონო არაფრის ავთენტურობას ახლა მე აქ ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ამ ჩანაწერებიდანაც ჩანდა პრობლემის ხასიათი. იყო თუ არა ეს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოტა მძაფრი რევოლუციური სხვა ტიპის პოლიტიკური ბრძოლის გზის მიმდევარია და თქვენ აღმოჩნდით სხვა ტიპის პოლიტიკური ბრძოლის, ასე ვთქვათ, მომხრები. ეს იყო თუ არა ფუნდამენტური პრობლემა თქვენ შორის და რა ის ყრილობას 20 კაცი დაესწრება 200 თუ 7500? მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის მომხრე მე ვარ სააკაშვილზე მეტად. სამწუხაროდ სააკაშვილს ამას უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე შემსაბამისად რეალურად ეს ხორციელდება. ასე რომ ისე დაყოფა რომ ეხლა ვიღაცა სხვის ხარჯზე უნდა და მას ეს არა, მე არ მithავს ეგ, არა, სხვის ხარჯზე უნდა და არა. აქ ყველანი დასრული ადამიანები ვართ და ყველანი ვიღებ ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონვე და შესაბამისად ისა, მაგრამ ამას აქ არ ელაპარაკე. რადიკალური ბრძოლის მომხრე ვარ მე, როდესაც ქვეყანა იღუპება, ყველაფერი უნდა გააკეთო, იმისაც თუ გადაარჩინო. ამაზე არა, მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მე არ მიყვარს ამაზე ტრაბახი, მე არ მიყვარს იქ ლაპარაკი, სადაც არ არის საჭირო. მით უმეტეს, როცა იცი რომ ყველაფერს ისმენენ და შემდეგ ამას გამოგიგდებენ და დააზარალებენ საკუთარ საქმეს, მათ შორის იმ საქმეს, რომელზეც შენ ლაპარაკობ. ასე რომ ახლა შევეხოთ ეს რაღაც ყბადაღებულ ნარატივს, რომელიც ოცნებამ შექმნა რევოლუციასთან დაკავშირებით. რევოლუცია არ არის თავისთავად სიკეთე. რევოლუცია არის ყველაზე ცუდი გამოსავალი გამოსავალთა შორის, ეს უნდა ვიცოდეთ. ხა ვისაც ეს არ ესმის, აგერ რევოლუციის გზით მოსული ლიდერი ამბობს. დოქტორ ჟივაგო წაიკითხოს თუ ვინმეს დაავიწყდა, რას ნიშნავს რევოლუცია. აქ ამაზე არ ვსაუბრობთ, კაცო. და არც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ რომ ვარდებით გამოვიდა ეს, შემდეგ ეს ხვანაერად გამოვა. არც ამაზე არის აქ ლაპარაკი. მას უნდა და რევოლუცია, მაგრამ შორიდან მისი მონაწილეობის გარეშე თქვენით. ნუ თქვენით არა, ალბათ სხვაებით. პრობლემა არის ის, რომ მან თავად ვერ გაარკვია რა უნდოდა და შესაბამისად ეს ვერ გადმოცა იმ ხალხს, ვინც მას გვერდზე ედგა და ვინც მისი გუნდის წევრები იყო. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, რომ მას რევოლუცია უნდოდა. რევოლუცია ხა ესე მინდა იმასავით, ქვია, ნატრის ხეში ყურძს დავადო, მიწას და რევოლუცია მოდის გუგუნი მესმის, ეს არასწორი დამოკიდებულება. ის არის და ეთყობა კარგად ვერ გძნობს. არასწორი დამოკიდებულებაა და რაც თავარი არასერიოზული დამოკიდებულებაა და რაც თავარი ესეთი რამ არის მავნე ეს არის უბრალოდ აქაც უნდა ერთმანეთსგან გავყოთ. ერთი არის რა შეიძლება უნდოდეს ადამიანს და მიშა სააკაშვილის სადაც არ უნდა იყოს გამოცდილი პოლიტიკოსია და დიდი გამოცდილება აქვს. ხა არაადეკვატური ამ გაგებით არ არის. ეს უფრო ოცნების შექმნილი ნარატივია იმისათვის რომ შეექმნათ ჩვენგან და ამ შემთხვევაში ხო, ოცნება ხო არ დაშორდა სააკაშვილს, თქვენ დაშორდით. თქვენს ნარატივზე, თქვენს დამოკიდებულებას. სხვა თემაზე ვსაუბრობთ რა ამ შემთხვევაში. რა იყო მათ შორის ერთი განსხვავება, ხო? ფაქტი იყო ერთი, რომ გაკოტრებულ, გაბანკროტებულ ქართულ ოცნებას არაფერი არ ქონდა სალაპარაკო. დააკვირდით, არაფერს არ დაპირდა, საერთოდ. მაშინ ხო 12-ში კორიანტელი იყო რაღაც სოლარიუმებიდან დაწყებული და რაღაც უფასოფული დამთავრებული. ამ არჩევნებზე ერთი რამე გახსოვთ, რაც ქართულ ოცნებამ დაპირება მიცა, არაფერი. ესე მშრალად არც ერთი პარტია არასდროს არ გასულა. რატო? იმიტომ რომ იგივე კარტი გაათამაშეს, რომ შეექმნათ საფრთხობელა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მიშა სააკაშვილისგან და ეს მოახერხა და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ მეაზე რა ქვია რა თქმა უნდა არ უნდა მიცე ამ იმას არ უნდა მიცე საბაბი შენს მოწინააღმდეგეს გაათამაშოს ის კარტი რომელიც მას ერთადერთი აქვს დარჩენილი ერთადერთი კოზი ეს პრობლემა იყო რა თქმა უნდა გამოვიდა ისე რომ ივანიშვილის თოჯინების თეატრში აქ ჩვენ რაღაცა პაპა კარლოს თოჯინების თეატრში კარაბას ბარაბასის როლს უფასოდ რაღაცა როგორც ვალანტიორი ასრულებდა ეს არის პრობლემა. ეს ტაქტიკის ნაწილი იყო, რომ წინა საარჩევნო პერიოდში არ თქვით, რომ ეს ყარაბას ბარაბასი აღარ გვინდა. არავით არის ტაქტიკა, არა. ეს ადამიანს ვერ აუგზავნავ იმაში აქტივობას, ჩვენ ესეთი ურთიერთობა არ აქვს. მაგრამ იყო ბუნებრივი ჭიდილი და მე მაშინ ღია წერილს დავწერე, თქვი რომ სააკაშვილი მიხშა არ იყო ამ არჩევნებზე ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. არ იყო. მაგრამ სხვა რო არავინ არ იყო, ესეც პრობლემა იყო.
როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარტიას, რომელსაც პრეტენზია გამარჯვებაზე და არ ყავდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რატო არ იყო? იმიტომ რომ ვერ შეთანხმდნენ, ხო? ეს იყო, ეს არის პრობლემა. პრობლემა არის, როდესაც ერთი ხელი ერთს აკეთებს, მეორე ხელი მეორეს აკეთებს და ერთმანეთში არ არის координация. მაგრამ მოდი დავანებოთ თავი ხა, ყველას თავთავისი ხედვა აქვს. მე არ მინდა, მართლა არ მინდა თქვენ ბრაზით შეხვედით საპატიმროში სააკაშვილზე თუ იქ ბრაზით სააკაშვილზე თუ იქ დააგროვეთ, იმიტომ რომ გამოხვედით ძალიან გაბრაზებული სააკაშვილზე გამოხვედით. არა, მე არც დღეს არა ვარ გაბრაზებული სააკაშვილზე და პერსონალური აქ არაფერი არ არის. და მთელი ნებისმიერი პატიმარი გეტყვით ამათ, მთელი პერიოდი, როდესაც ციხეში ხარ, ერთ რამეს ცდილობ რა, რომ გამოხვალ იქნები ცხოვრებაზე დაბოღმილი, დაგეშილი თუ პირიქით იქნები ისეთი, რომ ბევრ რამეს გადახარშავ და არ დაიწყებ აი ამ ბრაზის კულტივაცია შენ თავში. ეს არის ძალიან ცუდი. არ დაგიმალავთ ხა ნებისმიერ დაავადებას რა ნებისმიერ ადამიანს აქვს ეს ჭიდილი რა მაგრამ მე აბსოლუტურად არ გამოსვლა არანაირი ბრაზით მე პირიქით გულისტკივილით გამოვიდე ხა ჩემთვის გულისტკივილი იყო რა თქმა უნდა რომ ნახევარი პარტიის წევრები არც კი მინახია რა თქმა უნდა ეს ჩემთვის გულისტკივილი იყო და გულისტკივილად რჩება ეხა ამაზე არა და არანაირი ბრაზი მე ერთადერთი რაც მეწყინა ადამიანურად რომ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ეს დაშორება გაეკეთებინა ადამიანურად, ცივილიზებულად. და მე გამოვიდე ხა ბავშვი არა ვარ და არცულელი არა ვარ, ძალიან კარგად ხედავდი რომ ამ კოკას ვეღარ გაამთელებთ. მაგრამ ერთადერთი თხოვნა რაც მქონდა, ნებისმიერ იმ ადამიანებთან, ვინც ცალ-ცალკე იდგა, მათ შორის მიშასთანაც, რომელთანაც კომუნიკაცია სამწუხაროდ გამიჯერა, ერთადერთი გააკეთე ეს ცივილიზებულად. აი ეს რაღაცა ბალაგანი არ იყო საჭირო. და ეს იყო დამამცირებელი, დამანგრეველი თვითონ პარტიისთვის, თვითონ ბრაზე როცა გეკითხებით, იცით რა გულისხმობს? შეიძლება ბრაზობდით საპატიმროში, რომ აი ყველაფერზე რაც მოხდა, მე მომიწია მაგალითად აი საპატიმროში ვზივარ და მიშა სადღაც ოდესაში ან კიევში ან მოდი ამ ნაწილშიც აი აბსოლუტურ სიცხადეს შემოვიტან. არასდროს არც ერთ მომენტში მე არ წამომიძახებია და არ წამოაძახებ. მიშას რატომ წახვედი? არ არის ეგ-ეგრე. ჩვენ ყველამ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. არც ის იქნებოდა სწორი, რომ ყველანი წასულიყვნენ, იმიტომ რომ ამითი ყდებოდა მთელი ჩვენი იდეა ბრძოლის. მაგრამ არც ის იქნებოდა სწორი, რომ ყველა დარჩენილიყო, იმიტომ რომ ხედავდით, რომ ივანიშვილი არაფერზე არ გაჩერდებოდა და პირდაპირ გეტყვით, ხა მე ნამდვილად არც ერთ მოდალობაში არ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა წასულიყო. ნამდვილად არა, იმიტომ რომ მიშასთან ასოცირებული იყო იდეა ვარდების რევოლუციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მას ამ პრეტენზიას არასდროს არ წაუყენებ. გასაგებია რომ მას შეიძლება თვითონ აქვს კომპლექსი, იმიტომ რომ ამდენჯერმე იყო წამოდი, არ დაგიჭერ. მე აბსოლუტურად გუცვლად ვუთხარი, მიშა, მე შენ არასდროს არ წამოგაძახებ მაგას, მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვს, მე არსად არ წავა. ეს იყო და ეს ერთი წუთით მე მის მიმართ ამ კუთხით პრეტენზია არ მაქვს. ძალიან ფუნდამენტური განსხვავებები, როდესაც ხედვებში და მომავალის შეფასებაში წარმოიშვა ამის შემდეგ და ვინაიდან შეუძლებელი იყო ჩვენი თანაცხოვრება ერთად, ხა მე შემთხვევით გამოვიდე, მაგრამ ხო ხედავდი ამათ რომ ის არის რა ქვია, შეუძლებელი იყო. ერთადერთი პრეტენზია რაც მაქვს, არა იმაზე რომ გაიყარა ეს ხალხი, არა იმაზე რომ აი იმ ფორმაზე რა ფორმითაც მოხდა, იმიტომ რომ ლიდერი ესე არ იქცევა. ლიდერი დაუძახებდა მეგობრებო, ვეღარ ვართ ერთად, აღარ შეგვიძლია ერთად ყოფნა, განსხვავებები გვაქვს ამდენი, მოდი მშვიდად, წყნარად გავიყაროთ, რომ სასაცილოდ და დასაცინი არ გავხდეთ. აი ეს უნდა გაიკეთებინა. სააკაშვილი ახსენეთ, რომ დიდი ხანია ვიცნობ და მარაზმში ახლა ყველაზე უფრო არაადეკვატური და ყველაზე უფრო ვთქვით მარაზმატულ ფორმაში ახლა სააკაშვილი მთელი აი 2007 წელს ის ადეკვატური იყო, ვთქვათ 2011 9 წელს 10 წელს 12 წელს 13 წელს 14 აი დღეს იმ მომენტში როცა გაიყარეთ ყველაზე არაადეკვატურია სააკაშვილი და ასევე სულ მის ავტორიტარულ მართვაზე როცა საუბრობენ მაგალითად სიის შედგენის დროს ეს რამდენად გამოიხატა, იმიტომ რომ მას ახლა 7 კაცი ყავს და თქვენ 20. ჩემის გადმოსახედა სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი დღეს ყველაზე ღრმა კრიზისშია მთელი მისი 20 წლიანი პოლიტიკური კარიერას თვალე რო გადავხედოთ. ყველაზე ღრმა კრიზისში, ისეთ კრიზისში, საიდანაც სამწუხაროდ თვითონ ვერ ხედავს გამოსავალს. იგივე აი უკრაინის მოღვაწეობა რო ავიღოთ. მე აქტიური მხარდამჭერი ვიყავი იმისი, რომ უკრაინაში მას და ჩვენ სხვა მეგობრებს პოლიტიკური საქმიანობა ქონდა, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ოდესაში წასვლას. კატეგორიული წინააღმდეგი, იმიტომ რომ ოდესაში წასვლა ნიშნავდა რას?
გასაგებია რომ ძალიან უზნეოდ მოიქცა მარგველაშვილი შეეძლო არ მოეწერა ხელი და შეეძლო არ გაეუქმებინა პასპორტი მაგრამ ეს ნაბიჯი მან გადადგა წინ ეს არ ამართლებს მარგველაშვილს შეეძლო სხვანაირად მოქცევა მაგრამ არ მოიქცა მაგრამ ფაქტია რომ ამ ოდესაში წასვლამ მოქალაქეობა დააკავშირა. ეხლა ეს არ არის რიგითი რამე ხა რაც არ უნდა ვატყუოთ ადამიანებს ეხლა თუ თქვენ პასპორტი გიდევთ ამითი ამაყობთ სხვა ადამიანი რომელიც ამას ესე ადულად დათმობს ბუნებრივი პროტესტი გიჩნდება მაგრამ ამასაც თავი დაანებთ ამითი ბუნებრივად მთელი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის ის დამთავრდა როგორც ქართველი პოლიტიკოსი ამას ნებისმიერი ელჩი ნებისმიერი ევროპარლამენტარი ნებისმიერი კონგრესმენი გეტყვის არის სააკაშვილი პოლიტიკური დევნილება. დიახ არის. უწესო და უზნეო და დაუმსახურებელია. ვამბობ რომ დაუმსახურებელია და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ პოლიტპატიმრებიც გამოვიდნენ სულ ერთია რომელი პარტიაში იყვნენ თუ იქნებიან ამის მერე მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის რომ ეს ხალხი გამოვიდეს. მე მარტო ციხის სოლიდარობა არ მოლაპარაკებს. უბრალოდ უნდა დამთავრდეს ისინი ცალსახად პოლიტპატიმრები არიან თქვენი თავის ჩათვლით მივალ მაგ საკითხამდე რა მაგრამ ოდესას რომ დაუბრუნდეთ რა მაგრამ ეს იყო ის საკითხი რომლითაც ჩემი ღმაწმენით აი ჩემი გადმოსახედიდან რასაც უყურებ თან შეუძლებელი იყო უკრაინის სისტემას ვინც იცნობთ აი როგორც ეხა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვერანაირ ცალკე რეფორმებს ხო ვერ ჩაატარებს ხო აი ისე იქაც იგივენაირადაა სამი მეხანძრის უფროსია გუბერნატორი მეტი კი არაფერი ის არავითარი პოლიტიკური ეს იყო რაღაცნაირი აი რაღაცნაირი ლატენტური ტკივილი პრეზიდენტობის დაკარგვის პრეზიდენტული ცხოვრების დაკარგვის არ იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს იყო არასწორი პერსონალური გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი პერსონალური გადაწყვეტილება რამაც ჩემის აზრით იქაც ეროზია გამოიწვია იქაც ეროზია გამოიწვია და რაც თავარია ბუნებრივი მიცა საფუძველი მათ შორის სკეპტიკოსებს რომლებიც საქართველოს აკვირდებიან და რომელსაც კითხვები თუნდაც მიშა სააკაშვილის როგორც პოლიტიკოსს მიმართ კი ბატონო ეხა ეს არის უკრაინელი პოლიტიკოსი და მაშინ საქართველოს და მას აღარ იქნება შეხება და ჩვენ ყველა უნდა გვესაუბრა რომ არა რაც ეს ის რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური დევნილია თქო და ისე ვიმეორებ მარგველაშვილს შეეძლო დაეპაუზებინა და არ შეეწყვიტა მისთვის მოქალაქეობა და ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება ნაწილიანი იყო ერთზე ამბობ რომ ის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო ეხლა მაგრამ რამდენად ავტორიტარული იყო ის პარტიის შიდა პროცესებში როცა სია მაგალითად გამოაჩინა რომ ეს არ იყო მისი დაწერილი ცალსახად სია ამ თემაზე ყველაზე ნაკლებად მე ვარ ადეკვატური რესპონდენტი, იმიტომ რომ მაგ დროს როცა ეგ საკითხები იხილებოდა არ მონაწილეობდი, არანაირად წინასწარ ვერ მონაწილეობდი ამ საკითხებში, თუმცა მე რაც ვიცი, ის აქტიურად იყო ჩაბმული ამ საკითხში, აქტიური ის იყო და სერიოზული წინააღმდეგობა იყო ამ სიასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა ორმხრივი იყო და მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს სია ვინმე სხვამ დაწერა, ეს სია მისი კურთხევით არის დაწერილი. ასე რომ ის ეხა ის საუბარი რომ ეხა რატო 26 კაცი რატო აღმოჩნდა ეს მისი პრობლემაა რომ 6 კაცი აღმოჩნდა მის გვერდით. გასაგებია. მე მინდა კითხოთ, აი არის ეჭვები ივანიშვილის როლზე ამ პროცესში. მე ასე დაგისვამთ ამ შეკითხვას, რომ თქვენც ამბობდით, რომ ივანიშვილის პატიმარი ხართ და ყველა ამბობს, რომ ივანიშვილის ხელშია ყველაფერი. ანუ თუ თავად დაგიჭირათ, ესე იგი თავად გამოგიშვათ. მაშინ ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს გიგი უგულავა აწყობდა გარეთ. მაშინ რატომ აწყობდა ივანიშვილს გიგი უგულავას თავისუფლება დღეს ახლა? იმისთვის ხომ არა რა პროცესით შემდეგ მოხდა? მოდი ერთმანეთს გავყოთ რამდენიმე საკითხი. პირველი ის დავიწყოთ, რომ ივანიშვილის მაკიაველისტური მოსაზრებები რა აწყობს მას და რას არა, მე სულ აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ხო, მაგრამ თქვენმა პარტიამ შექმნა ყოფილმაც და თქვენმა თანაგუნდელებმაც ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ბალახი არ ამოდის მის გარეშე და უგულავას უშვებენ ციხიდან მის გარეშე? კი. უბრალოდ თქვენ ერთ რამე უნდა იცოდეთ, რომ ციხეს კარები გარედან იკეტება. და ეს კარები თუ იღება შენ შიგნით ვერ დაიკეტები. ასე რომ იმის მაკიაველისტურ თავში რა იხარშება და საერთოდ არ მაინტერესებს. ეხლა დავუბრუნდეთ ამ მეორე საკითხს. ჩემ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით და ეს რაც შორის ყველაზე უკეთესად თვითონ სააკაშვილმა იცის და ყველა ჩემმა ყოფილმა თანაპარტიელმა, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა იყო სწორედ ჩემ кейსზე. მეცაც გეტყვი. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე არჩევნების წინ არ გამოსულიყავ.
6 ივნისს უნდა დამთავრებული იყო და აუცილებლად მოვიგებდი მე იმ საქმეს, იმიტომ რომ მოგებადი იყო სამართლებრივად, ეს იცოდეთ მათ და ტურავამ ის ფანდი გააკეთა, რომ გადააგდეს იმაში და დაანგრიეს საკონსტიტუციო სასამართლო. პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსთავი ორის გამო დაანგრიეს, მაგრამ მეორე ზუსტად იყო ჩემი საქმე, რომლის საფუძველზეც მე წინასაარჩევნოდ გამოვიდოდი და ყველაფერი გააკეთეს, დაანგრიეს სასამართლო. ეხლა წამოვედით, დამთავრდა არჩევნები. ციხეში ვერ დაგტოვებდნენ კიდევ უფრო. ერთი წუთი, შემდეგ ამ ლოგიკით. მაგლოკას მივყვები და შემდეგ უკვე არჩევნების მერე ეს ზეწოლა რა თქმა უნდა ისევ გაგრძელდა და საბოლოოდ რამდენიმე კონკრეტული ვიზიტის დროს, მათ შორის ჩემთან ციხეში დამიდასტურეს კიდეც და ასე, ანუ ეს თემა მიდიოდა და ესე თქვათ, აი ერთ-ერთი რუსთავი ორისა და შემდეგ უკვე ჩემი თემა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტის და ამ პოლიტიკური ესე თქვათ პატიმრობის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი რეისი იყო. მაგრამ ეხლა რამდენი ხანი წელა და დასვლა მე თქვენ მე ავითარ კონსპირაციაში არ შევდივარ მათგან განსხვავებით. ეს სასამართლო პროცესი, რომელიც ეხლა 6 იანვარს თუ როდესაც იყო რომ შედგა. ჩანიშნული იყო ჯერ 18 ნოემბერს. 18 ნოემბრიდან გადადეს 28 ნოემბერზე. და 28 ნოემბრიდან მე კიდე გაц. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, მე 28 ნოემბერს გამოსულიყავი და 30 ნოემბერს პოლიცსაბჭო იყო, სადაც ესე ვთქვათ, ჩემმა ფლანგმა 24 ანუ ესე იგი მართლმსაჯულება არ არის ისე უზურპირებული და სასამართლო. არ მივიდივარ მაგ პირიქით არის. პირიქით არის. მე 28-ში გამოსულიყავი და 30-ში პოლიცსაბჭოზე რომელი მხარე გაიმარჯვებდა? ეჭი ხო არ გეპარებათ რომ 24-25 არ დამთავრდებოდა? სუმცირე 25-25 დამთავრდებოდა და სხვა არა და ხო დარწმუნებული ხართ რომ ამ შემთხვევაში ის მხარე გაიმარჯვებდა რომელსაც მე წარმოვადგენ. სხვათა შორის რომელსაც ასევე მელია მაშინ წარმოადგენდა, მაგრამ ეს სხვა თემაა. მოკლედ, აქედან გამომდინარე, აი ამ რაღაც უაზრო კონსპირაციის შესვას არავითარ ისა ივანიშვილს რა უდევს თავში, საერთოდ არ მაინტერესებს. ანუ თქვენს გამოსვლაში ივანიშვილის ხელი არ ურევია. შესაძლოა ეს ირიბი პროცესი იყოს. ერთად პასუხო. არა? მე დამიჭირა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა ეს სასამართლო არ იღებს gadაწყვეტილებებს ისე, რომ მთავრობას ხელისუფლებას ივანიშვილს პროკურატურას არ კითხოს. ეხლა სააკაშო სამითი დამიჭირათ ივანიშვილმა და გამოგიშვათ ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, მაგრამ გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად რა ზეწოლაც აი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის იყო და ეხლა მესამე საკითხი რომელიც ასევე მინდა ამასთან დაკავშირებით რომ ამოიწუროს არჩევნების მერე მთავრობას წარუყენეს 3 ძირითადი მოთხოვნა. პირველი მოთხოვნა არის დაანებე რუსთავი ორს თავი და ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნა ახალი პოლიტიკური რეპრესიები აღარ უნდა იყოს ქვეყანაში და მესამე იყოს ძველი პოლიტპატიმრების ეტაპობრივი გამოშვება. ანუ ეხლა ელოდებით ვანომერების გამოუშვებენ. დავამთავრებ. ყველაზე მძიმე ჩემთვის ეხლა რა არის? ეს მეორე მოთხოვნა არის ჰაერის მიყიდვა, იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას ახალი პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილს არაფერში არ ჭირდება. არ არის ეხლა სიტუაცია ისეთი, რომ ახალი პოლიტიკური რეპრესიები დაიწყოს, არ უჭირს ესე ვთქვათ ის. მესამე მოთხოვნიდან ამ ჩვენ სამიდან პირობითად ვთქვათ ყველაზე მაღალჩინოსნები ვინც იყო. ხა ლოგიკურია და მოულოდნელი იმაში არაფერი არ იყო რომ პირველი ჩემი საკითხი დაიძრებოდა. იმიტომ რომ ოცნებისთვის და ივანიშვილისთვის ის ორი საკითხი უფრო მძიმეა. სხვადასხვა აღარ შევალ რატომ და რისთვის. აქედან გამომდინარე ჩემთვის ყველაზე სახიფათო აი ამ თელ ამბავში არის ერთადერთი რაღაცა. ივანიშვილი როგორც არაპოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი სამი საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას, რაც ხო მთავარი. ამიტომ მე ყველაზე უფრო ცუდი მოლოდინი მგა ამ შემთხვევაში რუსთავი ორისთან დაკავშირებით. ღმერთმა ქნას რომ ეს არ გამართოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსთავი ორის ანუ ეთიკულად დაიწერა თქვენი გამოსვლით და ეს გაიცვლება რუსთავი ორის кейსში. არავინ არ გაუცვლის. და ეგ იმედი ნურავისნოა ხელისუფლებაში ანუ ეს იყო შემთხვევი ეს იყო მართლმსაჯულების აღსრულება რომელმაც რაღაც ბუნებრივი ეჭვები წარმოშვა თქვენი გათავისუფლების პროცესში და ამ პოლიტიკურ პროცესში მის მონაწილეობაზე ნიკამელიამ არიცის ეს და იმ გუნდმა იმიტომ რომ ლამის ღიად ამბობენ რომ ეს ივანიშვილის პროექტი იყო ივანიშვილის პროექტი აი მოკლედ თქვენი გამოსვლა და ნაციონალური მოძრაობის გაშლა თუ დაშლა თუ გამო მე იმის თქვა მინდა რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით პრობლემები დიდი ხანია არსებობდა 2013 წლიდან არის ეს თავმჯდომარის საკითხი პირველი ესე ვთქვათ კომუნიკაცია და ესე ვთქვათ ცხარე დისკუსია ჩვენ ამ თემაზე 2013 წლის თებერვალში ქონდა ჯერ კიდევ შემდეგ იყო როდესაც მიშა სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა შემდეგ როცა მოქალაქეობა ჩამოართვეს ანუ ეს საკითხი პირველად არ დამდგარა
რაც შეეხება ისევ დაუბრუნდები ამ საკითხს და ამით ამოვწურებ. იმას თავში რა უდევს? ამაზე იწვალოს და ამის ესე ვთქვათ ეგზეგეტიკით დაკავდეს ის, ვისაც საქმე არ აქვს. ასეთი უსაქმური არის მელიან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ეს საქმე არ ქონია. ასეთი უსაქმური თუ არის სააკაშვილი, ველოდები თქვას საჯაროდ მაინტერესებს. კარგი, ერთი კითხვა დამრჩა სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, აი რომ გამოხვედით რაკენით დაურეკეთ, წადეთ კომუნიკაცია და გამარჯობა მიშა, გამარჯობა გიგი. შემდეგ დაახლოებით აი ლირიკაში არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. არაფერი მესიჯები თქონდა ამერიკაში იყო ის და მესიჯები თქონდა კომუნიკაცია და რაც დამთავრდა იმით რომ მისი პოზიცია რომ რაც ხდება ის არაფერი შუაში. მაგრამ მე ვუთხარი რომ მიშა სადაც შუაში არ ახარ იქაც თავში ხარ თქო და ეხლა რანაირად არ ახარ შუაში ამ ამბავში თქო და თუ არის შანსი მოვაწესრიგოთ ეს. ამის მერე იყო რომ მე არ შუაში ვარ ხალხს კითხეთ ახლა თუ ტელევიზორში საუბრით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს მაშინ ეს ყველაფერი დამთავრებულია. არ თავი თემა ისევე მეორე რა არის ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო მესიჯები დაასრულეთ ურთიერთობა თქვენ და სააკაშვილის ურთიერთობა რახანც ეს ლირიული ნაწილი გაინტერესებს საინტერესოა ყოველთვის ლირიულ ნაწილს ვაკმაყოფილებ თქვენ ესე თქვა ცნობის მოყარებას და პასუხობთ აბსოლუტურად მცირე სამწუხაროდ კომუნიკაცია ქონდა ერთი შანსიც 1%-ით რო ყოფილიყო შანსი მე ამ შანსს გამოვიყენებდი მაგრამ 1%-ით რო აღარ იყო შანსი, ერთადერთი რაც მე მინდოდა მიმეღწია და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ ეს ყველაფერი მოხდარიყო ცივილიზებულად. უბრალოდ რა არის თავარი პრობლემა, ეს პრინციპში ყველა ჩვენ ვინც ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავით, ეს გვახასიათებს, რომ აი გამარჯვების აი დიდი ჟინი და რაღაცას რო იქ ვერ მიაღწევ, მე სადღაც აი ძალიან რაღაც მეათე ხარისხოვან რაღაცაზე გააკეთებ იმას ფოკუსირებას და გონია რომ აი იქ მაინც მოვიგო. აი ხა მიშას მოვიდა ეგ რომ იქ ვერ მიაღწია წარმატებას, იქ ვერ მიაღწია და აი ნაციონალური მოძრაობის ოფისი ავიღეთ. თავისუფლება, უფროს ხილმოსილს, ვინ დაიჩენოს ქვეყნად რომელი. აი ეს აბსოლუტური არაადეკვატურობა. ეს აბსოლუტური არაადეკვატურობა, აბსოლუტურად იმასთან ასოცირდება ნაციონალური მოძრაობა ეს სააკაშვილი არ არის? რა თქმა უნდა სააკაშვილია. ხო მაშინ ტარას ბულბასავის მივიღოთ ხო იაწიბა პარადილ იაწიბა იუბიუ და დღეს დაასამარა თავისივე პარტია ხა ის რაც დარჩა იქ არავითარი მუხრუჭი აღარ არსებობს პარტია მაშინ არის ძლიერი როდესაც არის ბევრი მარტო მოლაპარაკე თავი არა რაციონალები და ქორები ეგრეთ წოდებული როცა არის მრავალფეროვნება შიგნით და ეს დუღილი წარმოშობს რაციონალურ იდეას და ამ რელსებზე პარტია გადავიდა პილების ხჭიალითა თუ ისე თუ ასე გადავიდა 2013 წლიდან და ეს მუდმივი პრობლემა იყო სამწუხაროდ ვერც ერთ ეტაპზე ამას ვერ ეგუებოდა და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე სადაც მივედით. კარგი 2011 წლის ინტერვიუ გავიხსენეთ სხვათა შორის დღეს აი შიგნით საუბრობდით და თქვენი ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან ლატვიური გაზეთი იყო თუ არ ვცდები ტელეგრაფი ხალხს ოპოზიციას თავაზობს ანტიმიშას ხალხს კიდე გაუმჯობესებული მიშა უნდა ვინ არის დღეს გაუმჯობესებული მიშა თქვენ გიგა ბოკერია თუ დავით ბაქრაძე ახაც ახლა იმებში წავედით ძველი ინტერვიუებში მაშინ კონტექსტსაც გეტყვით რა კონტექსტი იყო კარები აქციები არა აქციები არ იყო და არც ეს დღევანდელი არაფორმალური მართველი იყო გორიზონტზე სიტუაცია მაშინ იყო შემდეგი რომ გამოქვეყნდა მე მგონი NDI-ის თუ ARI-ის კვლევა სადაც ჯობებ რუალს ასაც უწოდებენ ანუ მის საქმიანობის შეფასება სააკაშვილის იყო საკმაოდ მაღალი და რომ კითხა ჟურნალისტმა რას ფიქრობ ამაზე და რატო არის ოპოზიცია კოლაფში და მაშინ კოლაფსში იყო სრულში ამაში ალბათ ამაში დამეთანხმებით ვუთხარი რომ აი ხედავ ზალა თქვენსკენ იყო და მაქსიმალურად ხელს უწყობდით მათ შეცდომებთან ერთად მათ გამარგინალებას შეიძლება და ეს არასწორი იყო გეთანხმები არ გიკამათებით ამას ეს ძალიან გიყვარს წარსულზე ვილაპარაკებ თუ არა არ გიждდები სხვათა შორის ვაკრიტიკებ მაგის გამო ოცნებას მაგალითად ისა რა ქვია არა მაქვს მე მაგ პრობლემაც უბრალოდ მე მგონი დრო არ გვეყოფა და სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ ცალკე ფორმატთან ეს მოკლედ მე ხო და მომავალზე გეკითხებით სწორედ ვინ არის დღეს გაუმჯობესებული მიშა მე ნამდვილად არ ვარ გაუმჯობესებული მიშა არც არაზოს ყოფილი ვარ მე გიგი უგულავა ვარ და ჩემი იდენტობა მაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი
და არანაირად არ ვაპირებ მე მიშა სააკაშვილობას. ამიტომ მიშა სააკაშვილი ცოცხალი ადამიანია, ის ცოცხალი პოლიტიკოსია და ჩემთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა, აი დღეს დღევანდელი გადმოსახედიდან რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა იყოს საქართველოში როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იმუშაოს როგორც ოპოზიციაში და ვნახავთ ვინ რას გაიმარჯვებს, ვინ რას მიაღწევს და ვის რის შნოდა, ვის რის შესაძლებლობა აქვს და ვის რა მხარდაჭერა ექნება. ეს ჩემთვის იქნებოდა იდეალური. იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად არ უნდა სრულად უზნეო სიტუაცია. მე მართლა გუცვლად მინდა გითხრა, არავინ არ თulis თავს. მე ყოველ შემთხვევაში ასე უყურებ ამას. შეიძლება ჩემი ყოფილი თუ დღევანდელი კოლეგები სხვანაირად. არ დგას საკითხი ესე, რომ ან ვინმე გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, ან ვინმე დამნაშავე, ან უდანაშაულო. არანაირად არ მიმაჩნია ჩემი თავი ფრთიან ანგელოზე. ნამდვილად არ მიმაჩნია. არც მერაბიშვილს მიაჩნია. არც ვარ, როდისმე მithქვავს რომ ვარ, მაგრამ ის აქ ლაპარაკი ამაზე არ არის. კმარა უბრალოდ. კმარა, საკმაოდ ძალიან ბევრი ვატკინეთ ჩვენ მათ. ძალიან ბევრი გვატკინეს მათ ჩვენ და ეხლა ერთმანეთის ტკენით, ერთმანეთს კი აღარ ვტკენთ. ვტკენთ ქვეყანას. ამიტომ სადღაც ეს ახლა 4 წელია ის ადამიანი ზის, მეორე ადამიანი 5 წელია ზის. კმარა უბრალოდ. კმარათი მოხვედი თქვენ პოლიტიკაში, დღეს კმარას ეს მხოლოდ ვოკალური თანხმედრა ამ ორი სიტყვის. ისევე როგორც სირცხვილია, მართლა სირცხვილია ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არის გაძევებული. ნამდვილად სირცხვილია. და ყველაზე საუკეთესო გამოსავალი მათ შორის ოცნებისთვისაც იქნებოდა იყოს მიხეილ სააკაშვილი აქ ეხა თავის პარტია კი ბატონო გააკეთოს რაც უნდა აბურთი და ამოედანი რა ფობია რა შიშია რატო ეშინია ივანიშვილს მის ეს შიშის გამოა თუ რაღაც საზოგადოების დაკვეთის რომ ყოფილიყო სამართალ წარმოება დაწყებული იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ გიყვართ წარმატებულ პროექტებზე საუბარი მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალა ხომ ამასთან არ ასოცირდება მხოლოდ კი ასოცირდება და ბევრ ტკივილსაც რაზეც მე ძალიან წუხვა მაგრამ თქვენს ხო კარგად იცით რომ ეს სამართალ წარმოება სულ ჩოფეხებზე დგას ამიტომ თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი არაფერი გაგიკეთებიათ რომ უფრო მყარ ფეხებზე ყოფილიყო. კი, სამწუხაროდ და ის რა ფეხებზეც იდგას უკოჭები მოუმტრიეს დღევანდელმა ხელისუფლების წარმომადგენლება. ამიტომ სამართალზე ხან უილაპარაკებთ. ამ შემთხვევაში არის მე ვთვლი რომ საქართველოში და ეს პირველ რიგში ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს. რომ დადგა მომენტი, როდესაც მოწყალება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამართალი, ისიც სამართალი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსია, რომ კოლაფსში განიცდის და ეს სამართალი არ არის აი ეს რაღაც რუტინული სამართლებრივი პროცესი, რომელიდანაც და მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის აბსოლუტური უმრავლესობის კონსენსუსია, რომ ეს სამართლიანი ხა. როდესაც რელიგიური რწმენის საკითხია ამა თუ იმ ადამიანის დანაშაული და უდანაშაულობა სხვანაირად უნდა შეხედო. 5 წელი გავიდა. სადამდე უნდა იჯდეს ახლა ეს ადამიანი? შვილი არ უნახია, რომელიც გავიდა. არა, ეხლა ამ შემთხვევაში მათ შორის ბაჩუ ახალაიძე ვსაუბრობ, რომელიც ნამდვილად არ იქნება ჩემ პოლიტიკურ გუნდში არასდროს. მაგრამ ვამბობ, რომ ხა 13 საქმიდან 900 რომ მოიგებს და ამდენი სამართლებრივი დარღვევები რომ იქნება ბაჩო ნეგატივია რომელთან არანაირი ბმა თქვენ აკინდა მე ძალიან არ მომწონდა ძალიან არ მომწონდა და ეხლაც არ მომწონს ახლა რაღაცა მერაბიშვილმა ის განცხადება გააკეთოს და მერაბიშვილი ჩამოყალიბდეს და არც ის არ მომწონდა როდესაც პატიმარ ადამიანს იმას ერევა და არაფერში არ ერევა ჯერ ესეთი ის კონკრეტულად ხა ძმარას აკეთებდა სხვა საქმე ამ შემთხვევაში ის არაფერს არ ერევა მე შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ რომ სოლიდარული იყო მაშინ როდესაც თქვენ ამ ხელისუფლებაში იყავით ყველანი მე პატიმარზე ვსაუბრო და მე ამ შემთხვევაში პატიმრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს ის ადამიანი წასული იყო და დაბრუნდა წავიდა ციხეში ზის სადღაც წერტილი უნდა დავსვათ არავინ არ იძახის რომ გიყვარდეს არავინ არ იძახის რომ ის უდანაშაულო და რაღაცა ფრთიანი ანგოზე არავინ ამას არ იძახის მაგრამ სადღაც უნდა დავსვათ წერტილი რომ თელმა საზოგადოებამ ეს ფურცელი გადავშალოთ და მე კონსოლიდირებულ თუ არა წინ და ვინც დარჩება ის ვინც უკან წერტილი დავსვათ მარგველაშვილს ამ შემთხვევაში პირველ რიგში რა თქმა უნდა პრეზიდენტის ფუნქციაა ეგ მაგრამ მე ხა არც იმის გულუბრყვილო ვარო ხა დავიჯერო მარგველაშვილი ამ კაბელების საწოდავე მართლა თხადაკლეს მე მიმაკლეს გაუბედურებული ადამიანები რომელიც აი იმაზეც კი არ შვება იმას რაც უნდა გააკეთოს და ხა ვანო მერაბიშვილი ახსენე და მინდა გკითხოთ მართლა არ არის უმნიშვნელო მისი პოზიცია მას პოსტი აქვს ისეთი ამ პარტიაში იმ პარტიაში რომელშიც თქვენ აღარ ხართ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცით მისი პოზიციის შესახებ და თქვენი
ახალი გუნდისთვის ის ღირებული პარტნიორი იქნება? ვანოს მერაბიშვილი იყო ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე რთულ თანამდებობაზე. არც მას აქვს განცდა იმის, რომ ყველაფერი სწორი და ყველაფერი აი ესე საუკეთესოდ და ვთქვათ აი ესეთ იავარდით მოფენილი იყო და გააკეთა მან, ამაზე აქ არ არის საუბარი. ისევ მეორე. ვანოს პოზიცია ხა ამ კონკრეტულ საკითხზე მე რანაირად ვიცი, როგორც თქვენ არ შეხვედრი ხართ, ისე თქვენ არ გქონდეთ იმის განცდა, რომ იქ ხა ყველანი ერთად ვიყავით და რაღაცნაირი ბაირამობა მიდიოდა. არაფერი მაგრამ ელოდებით მან რომ თქვას, რომ ხარს უჭერს უგულავა ბოკერიას, როგორც უწოდებენ და არა უგულავა ბაქრაძეს ან ბოკერია ბაქრაძეს ან ბაქრაძის გუნდს, ამ გუნდს მაინც უწოდებენ უგულავა ბოკერიას გუნდს. როზე უნდა სახელი დაერქვას პარტიას, თორე ეს რაღაცა გვარები ჯონგლირება რომ დამთავრდეს. ხო, რომ თქვას, რომ თქვენს მხარეს არის, თქვენთვის ის ღირებული პარტნიორია და თქვენ ამბობდით, რომ კარგი, გეტყვით, თქვენ ამბობდით ბოკერიამ თქვა გუშინ თუ არ ვცდები, რომ წინააღმდეგობა ასევე იყო წარსულის შეცდომების გააზრებაშიო. ვანო მერაბიშვილის სურვილი იყოს თქვენს გვერდით, არის თუ არა აი ამ წარსულის შეცდომების გააზრების ნაწილი თქვენი მხრიდან? მოდი მე სხვანაირად უყურებ. მე მართლა ბევრ რამეზე ობიექტურად მქონდა დრო ფიქრის და ბევრ რამეზე მართლა წუხარ და მთელი ჩემი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებად მიმაჩნია ის, რომ მე ხელისუფლებაში მინდა მოვიდე იმიტომ, რომ მათ შორის ის რაც ვერ გავაკეთე, ან არასწორად გავაკეთე, შეიძლება მე კიდე კონკრეტულად შეიძლება ჩემმა ყოფილმა გუნდმა, მაგრამ მეც მისი ნაწილი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი მომეცეს შანსი, რომ გავაკეთო სწორედ. და დღეს გული მткиვა, რომ დღეს არაფერი არ კეთდება, არც კარგი, არც ცუდი და შესაბამისად, როცა არაფერი არ კეთდება, ეს უკვე ცუდია. ამაში გინდათ რომ ვანო იყოს თქვენ ამას შეეხება ვანოს. ვანოს მაგივრად ხმე ვერ ვილაპარაკებ. ვანო არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ჯერ კიდევ პოლიტიკას სანამ დაიწყებდა ის და სანამ დავიწყებდი მე. ვიქნები თუ არა ერთად ეს დამოკიდებულია და პირველ რიგში გადაწყდება მაშინ, როდესაც ვანო გამოვა ციხიდან. ის არის დღეს პოლიტპატიმარი და სხვათა შორის ეს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მათ შორის ჩემი შემთხვევისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვანოს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე. და მე მას არ დავუკარგავ. შეცდომები, რა თქმა უნდა, მათ შორის ის დამსახურებებთან არ ასოცირდება და იმ ხალხისთვის გეკითხებით, თქვენ გინდათ, თქვენთვის ვანო გვერდით არის წარსულის შეცდომების გააზრების ნაწილი? ეს ვანოზეა დამოკიდებული. ვანო თუ იგივენაირად უყურებს მომავალს და იგივენაირად აფასებს მათ შორის იმ ნაწილში, რა თქვენ ნაწილში გულისხმობთ, წარსულის ნაწილში, თუ იმას თავის იქნება ჩემ თუ ჩვენ ზოგადად შეცდომას, ხო? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა ადამიანს უნდა ქონდეს შანსი, იმიტომ რომ ამ ადამიანს ისევე მე აქვს ძალიან ბევრი ცოდნაც და გამოცდილება. მაგრამ ეს ყველაფერი არარელევანტური საუბარია ეხლა თქო. ეხლა მთავარია სხვა, ვანო იქნება, ბაჩო იქნება, შოთიკო ხიზანიშვილი იყო, შოთა ხიზანიშვილის დაჭერა რაღაცა იყო, ხო? ბაჩო იქნება, ნუ ამბობთ, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ბაჩო ვერასოდეს ვერ იქნება თქვენი გუნდის. მაგას ვიძახე ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარს და იმ ხალხს ვსაუბრობ, რომელიც უნდა გამოვიდეს. და ჩემი ღრმაწმენით ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხალხი გამოვიდეს ციხიდან. შემდეგ როდესაც გამიჩნდა კიდე ასეთი, მაგრამ რაღაც მეგობრობის ღიურის კითხვას დაემსგავსება, რას ნანობ ყველაზე მეტად იქედან, რაც მართლობის წლებში მიგაჩნია, რომ იყო თქვენი მგონია თუ გაქვთ ერთი მაგალითად, რომ აი იმას ისე არ გავაკეთებდი. არასწორი დაყენება. ხო, საკითხის არასწორი დაყენება. ზოგადად არ დაგიმალავთ ადამიანურადაც ბევრ რამე ძალიან მткиვა და ბევრ რამეს ძალიან განვიცდი კიდეც. შეიძლება იმის გამო რომ სისტრაფით გვინდოდა ყველაფერი გაკეთებული იყო, შეიძლება იმის გამო რომ აი ეს სწრაფად აი აქეთ გვერდზე არ გაიხედე ჩვეულებრივი ადამიანის ის თქვათ შეხედულება არ გაითვალისწინა. ერთი რამე მინდა გუწფელად მართლა ვთქვა რომ 99% შემთხვევაში ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება იყო აი პროგრესის და გაუმჯობესების ჩანაფიქრით განხორციელებული. შეიძლება არასწორად განხორციელდა, შეიძლება ცუდად განხორციელდა, შეიძლება მავნებლურად განხორციელდა, შეიძლება ფატალურადაც არასწორად განხორციელდა. ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩანაფიქრი არასდროს არ იყო, რაღაცა არც კერძო ინტერესი არ იყო, არასდროს ჩანაფიქრი არავისი და არც რაიმე კერძო ინტერესი. ხა საბოლოო ჯამში ხო კარგად გამოჩნდა, არავითარი კერძო ინტერესი არ ქონდა და არავინ რაღაცა ხელისუფლებიდან არ წასულა, არაფერი რაღაცა იმითი. საბოლოო ჯამში ისევ იმეორებ მიუხედავთ იმისა, რომ ეს მიზანი შეიძლება რაც არ უნდა ნათელი ყოფილიყო, შეცდომებს არ ამართლებს.
მაგრამ ისე ვიმეორებ, დადგა მომენტი, რომ სადღაც უნდა დავსვათ ეს წერტილი. ამ წერტილს თუ არ დავსვავთ, მივიღებთ რა შედეგს? მივიღებთ რადიკალიზაციას, რომელიც ქართული პოლიტიკის პრობლემა რა არის? აბსოლუტურად რადიკალიზირებულია და სანამ პოლიტპატიმრები იქნება, სულ რადიკალიზირებული. ეს რადიკალიზირებული, ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ წინასაარჩევნოდ არის ხოლმე და მე სულ ესე არის. ეს ბაცილა რადიკალიზმის მუდმივად არის 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეკონომიკა ამ შემთხვევაში პოლიტიკის მძევალი. სანამ რადიკალური იქნება პოლიტიკა, ეკონომიკაც ესე იქნება ყოველთვის პრობლემურ მდგომარეობაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ეს რაღაცა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ, უნდა არა ეს რაღაცა ლარიზაციის გეგმა, რომელიც არაფერს არ მოიტანს. არამედ დავიწყოთ თავარი პრობლემების. გავხადოთ პოლიტიკა ნაკლებად რადიკალური. ჩვენ ვართ ამის მომხრე, მაგრამ სანამ იქნება, სანამ იქნება ქვეყანაში პოლიტპატიმრები. სანამ დამოკლეს მახვილი იქნება დაკიდებული რუსთავი ორის თავზე და სანამ კიდე სხვა და ასეთი საკითხები ვერ იქნება პოლიტიკა რადიკალური ბაცილისაგან თავისუფალი და შესაბამისად ეს აისახება ეკონომიკაზე. ბანო მერაბიშვილი და ბაჩუახალაია თქვენთვის სამსახად პოლიტპატიმრები არიან? არ მინდა არ გვაქვს რომ არ მინდა სიღრმეებში წასვლა, მაინც თქვენ პასუხობ არიან ეს არ ნიშნავს რომ ის ადამიანი ხა თქვენ მეკითხებით პოლიტპატიმრების ქვეყანა და ყველა პატიმარი შეიძლება რაღაც ფორმით პოლიტპატიმრად 90% ნელსონ მანდელაც იყო პოლიტპატიმარი, მაგრამ მიუხედავად ამისა იმ ინკრიმინირებულ დანაშაულზე რაც მას წაუყენეს ის სასამართლოზე გამამტყუნებელი განაჩენი იყო შესული. ამიტომ პოლიტპატიმრის დეფინიციას მე ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ. პოლიტპატიმრის დეფინიცია არ ნიშნავს ადამიანის უდანაშაულობას. ამიტომ არავინ არ ვიძახე ხო ვერ დავარწმუნებ ხა აი თქვენ ვერ დაგარწმუნებ ვერ შეგაყარებთ ვერ გადაგაყარებთ ამიტომ ვეუბნებით რომ სადღაც უნდა დავსვათ წერტილი არავის ხო და მაგას სადღაც უნდა დავსვათ წერტილი თუ გვინდა რომ ვიაროთ წინ თუ გვინდა რომ ქვეყანას მოუტანოთ პროგრესი თუ გვინდა რომ რაღაც განვითარება და არ ვიაროთ ეს ერთ წრეზე არჩევნები არის წელს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ როგორ დაარწმუნებთ თქვენ ამ მომრჩეველს რომ თქვენ რაღაც გაუმჯობესებული კარგი გუნდი ხართ რომელმაც წარსული შეცდომები გაიზიარა და წარსულიდან მოყოლებულ აქტივს სამომავლოდაც გამოიყენებს ნახოთ დაგიჯერებთ თუ არა ამ მომრჩეველს დიდი მადლობა გიგი უგულავას თუ რამე მაგინდათ დამატებით ამას ალბათ სხვა ეთერებში ისაუბრებ ჩვენ რეკლამის შემდეგ ნინო ბურჯანაძე გვეყოლება ეთერში მადლობა კიდევ ერთხელ გიგი უგულავას არ გამოტოვა სახალხო აქციები განახლებულ ნოვაში, გარემონტე და გადახურე მომენტალური განვადებით. ნოვა იყიდე პირველ